Დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ხმაური იყო გვიან საღამოს იპოდრომის ტერიტორიაზე. მოსახლეობა დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებს, რის გამოც ადგილზე ხეები მოჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით იპოდრომთან საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, რის გამოც ტერიტორიას ნარგავებისა და ხეებისგან ასუფთავებენ. ადგილზე მცხოვრებნი კი ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კერძო დეველოპერულ კომპანიას მშენებლობის დაწყების უფლებას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ. სამშენებლო სამუშაოების სასწრაფო შეჩერების მოთხოვნით დღეს მოსახლეობა მერიაში წერილს შეიტანს. რაც ტერიტორია შემოღობილი ხედავთ, აქაც ძალიან ბევრი ხე შეეწირა და ეხლა უდესიანი სამფლობელოა, საფეოდალო და ეხლა აი ეს დაიწყეს ღამღამობით აქ შემოსვლა, აი ტექნიკა შემოაქვთ ღამით და ეხლა აღმოვაჩინეთ შემთხვევით ვნახეთ და ჩამოვედით ვაპროტესტებთ. იჭრება ხეები, ერთადერთი ქალაქს დარჩა ფილტვები ეს ტერიტორია იპოდრომით. როცა აი ამ გზას ხსნიდა ჩვენი მერი პრეზიდენტთან ერთად, მაშინ მონიშნა ესე ხელით ტერიტორია და თქვა, რომ აქ იქნებაო იპოდრომის მთელი ტერიტორია იქნება სარეკრეაციო ზონა. არაფერს არ ვითხოვთ, მერმა შეასრულოს უბრალოდ თავისი სიტყვა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი პრაქტიკულად შეცვლილია, მაგრამ ისინი მაინც არ ისვენებენ, მაინც ცდილობენ ბოლო, ასე ვთქვათ, მარადიორული მონაგარი მოიპოვონ ჩვენი საარსებო სივრცის დაცული ტერიტორიების რეკრეაციული ზონების ხარჯზე.